ნანუკა რო ვახსენე. ეხლა ვინ ყავს ამ ნაციონალებს გამოყვანილი ამ ავანგარდში მთელი ამ იმეების, რა ქვია, აქციები. ნანკა კალატოზიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ვიღაცეები. კიდე აი ამ ხალხის იმედზე არიან. ეხლა ეს ხო იმაშია საფრანგეთში. ეს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვითომ ფულების შემკრეფი. ია ფარულავაც, რომელიც ეხლა სიყვარული ვენახში რომ გადაიღო, იმად დარჩენოდა, იმიად დარჩენილი ყოფილიყო ჯობდა, ვიდრე იმ აქციებზე რომ ეხლა ამანაც შეიცვალა ამპლუა, უკვე რომ იცის რომ წაგებული თამაშია, ის საფრანგეთში გულაობს, ეს აგერ ახალ ამპლუაში წარმოგვიდგა ეს ქალბატონი. ჩვენ ვაკეთებთ რუბრიკას, რომელი ფილმი იქნებოდა ჩემი რომელი ქმარი. პირველი ქმარი ფილმი ძნელი დასაწყისი და მცდარი მოსახვევი. ძნელ დასაწყისში მე ვთამაშობ, ძალიან ცუდი დასაწყისი იყო ქმრებისა. 17 წლის ასაკში გავყევი ცოლად მხატვარ რამაზ ჩანტლაძეს. მეორე ქმარი, ამერიკელი ქმარი, რომელსაც ცოლად გავყევი 24 წლის ასაკში, მაგრამ ის კაცი დაიკარგა, ასად არ იძებნება არც 20 წელში არაფერში საერთოდ და ხელოვნურმა ინტელექტუალს ვერ მოძებნა, ამიტომ დავარქვი ერთხელ ამერიკაში და კოსმოსური კვერცხები, ანუ კოსმოსში გაფრინდა. შეიძლება მოკვდაზე რა ვარ. შემდეგი ქმარი ასევე ამერიკელი, მაგრამ იცით ქმარნახევარა იყო, იმიტომ რომ არ გავყევი ბოლომდე ცოლა და დავარქვათ მულტფილმი ნახევარ ქათამა, მაგრამ ასევე მიფრინავენ წეროები, იმიტომ რომ უყვარდა ეს ფილმი ძალიან, რუსული ფილმი მიფრინავენ წეროები, ცოცხალია, კარგად არის, ახლახანს ინსულტი გადაიტანა და ველოდები ანდერც როდის დაწერს. შემდეგი ქმარი, თუმცა ქმარი იყო, ითვლებოდა ქმრად 5 წელიწად ვიცხოვრეთ. ფადი ასლი, რომელიც გავიცანი მე როდესაც ვიყავი 37 წლის მე მგონი თუ 40 წლის თუ რაღაცა ეგეთი არ მახსოვს უკვე და დავარქმევდი ლოურენს ოვარაგია. ასეთი ფილმია. ფადისთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქონა პატარა უთანხმოები, მაგრამ ეხლა მზმაკაცობთ. და მეხუთე ბანდერასი, დესპერადო ჩვენი უსაყვარლესი არიელ სუარი, მაესტრო ლაკიდარა და რა ვიცი, 10 წელია, 10 წელზე მეტია ერთად ვარ. მე ვარ ქალი ბეჭდების მბრძანებელი და აჰა, დაიჭირეთ ჩემი ქაიგული. ჩვენ ვაკეთებთ რუბრიკას. ია, შენ ბეჭდების მბრძანებელი კი არა ხარ, შენ ხარ ბოზი. იმიტომ რომ 8 ჯერ გათხოვება ეს ბოზობა არის უკვე და ეხლა მე ვიღაცა შენ რომ იყო მარტო მსახიობი, საერთოდ არ გამყოფდი ამ ეპიტეტით, მაგრამ ამ აქციებზე რო იდექი და ხელისუფლების ჩამოგდების ერთ-ერთი ფავორიტი რო იყავ, იმიტომ გიწოდებ ამას. შეიძლება ადრე ქალს ერთხელ ხელი მოეცაროს 2 ჯერ, 3 ჯერ, 4 ჯერ, 5 ჯერ, 6 ჯერ, 7 ჯერ, 8 ჯერ, იმისი არ იყოს, 8 ჯერ. ეს როგორც აი ადამიანი 8 ჯერ შეიცვლის პარტიას და პოლიტიკური ბოზი არის, ისევე შენ ხარ ხორციელი ბოზი, იმიტომ რომ ბოდიში და რა ვერ მონახე ერთი კაცი რომ სექსუალურად დაგაკმაყოფილოს და ბოლო-ბოლო შენი ვნებები დააცხროს. და ამას რომ ასე სახალხო დაცხადებ და თან ცნობადი სახე ხარ, მე იცი რა მაგიზიანებს, აი ესე სახალხოთ რო გვიყვებიან ეს ხალხი, ვისთან იწვნენ, რამდენჯერ სექსი ქონდათ, ეს მომავალი თაობა უყურებს კაცო ეხლა და ფიქრობს რომ რათ მინდა სწავლა, ია ფარულავასავით და კიდე ვიღაცეებისავით გავთხოვდები 8 ჯერ, ვიგულავ ვისაც მინდა იმას მივცემ, ვისაც მინდა და ეს არის პოლიტიკა, ჩვენი ქართული პოლიტიკა. აი ესეთი ხორციელი და პოლიტიკური მეძავეები არიან, გესმით? აი ესეთი მეძავეები მართავენ დღეს სიტუაციას ქვეყანაში. და ეს აყავთ იმათ, რა ქვია, ყველგან დაატარებენ ტელევიზიებში, იმათო ვითომ ქართლის დედა ყავდა. კაცო, ჩვენ ძველ პერიოდში, საბჭოთა ეპოქაში ყავდა უნიკალური, უდიდესი მსახიობები, სერგო ზაქარიაძე, დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, ხალხი, რომლებზეც აი გამოჩენაც კი აღტაცებას იწევდა ჩვენში. რომლებიც იყვნენ ერის სიამაყეები. შეადარეთ ეხლა ის მსახიობები, ის კორიფეები და შეადარეთ ამათ ნარკობარიგა თითქმის და ესე იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფი მსახიობები. ესე იგი ანდრო ჭიჭინაძის სურათი გამოაკრეს, ვითომ რამე როლი კონდეს ნათამაშები, რამე გაუკეთებია, ვითომ ვინ არის ეს ანდრო ჭიჭინაძე, ერთი მანახე, ერთი რა გაუკეთებია. დოი, ერთი მაგის დადგმული სპექტაკლი მანახე, ერთი სპექტაკლებზე არის როგორ ხმარობს კაცი ქალს და პირში უდევს რაღაცა ფალოსები. ეს არის მთელი შემოქმედება.
და იაფარულავა დაგვამახსოვრდება როგორ იხმარეს ვენახში და როგორ გამოვიდა და თქვა რომ მე 8ჯერ გავთხოვდიო თუ კიდე მილიონჯერ გათხოვდი და ამ ქვეყანას გაანებეთ თავი კაცო არავის ლოგიში არ ვიწევთ და არავის არ ვიხედებით ქვეყანას გაანებეთ თავი ვინმე კი არ გიშლით ბოზობას იბოზეთ მაგრამ ქვეყანას გაანებეთ თავი ეს არ არის ეს ქვეყანა თქვენი სარეცელი და ეს ბოზები არის რომ ქვეყანას ურევეთ დღეს ესე იგი ეს ლაშაბუღაძე გამოვიდა და მეო ვიყავიო სადღაცო ტყავის ქურთუკებიანო და ტყავის მიანი რაღაცეებითო კაცებთანო და რაღაცა მიქნესო და ვეღარ გაარკვია ამან რა უქნეს ესე იგი ბუღაძეების ფარულავების აი ამ ხალხის ხელში რატო უნდა იყოს ეს ჩვენი ქვეყანა მაინტერესებს და ეს დებილი იდიოტი თაობის ნაწილი აი ამათ უნდა გამოდიოდეს და წას უკრავდეს რუსი ოკუპანტია მეტი ეს დააზეპირებინე ჩაუდეს ესა რომ რუსი ოკუპანტია და მეტი არაფერი არ იციან რა იდიოტების ბრბო არ ვიცი რა აი გადართეთ რუსულ არხებზე ერთი სცენარს ვერ ნახავთ უწესოს მე ცენტრალურ არხებზე მაქვს საუბარი თორე იქაც კი ვიღაცა შეიძლება იყოს სულ მიდის ისეთი რაღაცა პატრიოტული სულისკვეთების ფილმები სერიალები და რაღაცა ესე იგი ცვალებადი ნიშნები გადაიღო იმან ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა გაუ ესე იგი ბოზობის მეტი არაფერი არ არის ესე იგი ახალგაზრდობას ეუნებიათ იბოძეთ და იყვირეთ ისა რა ქვია რუსეთი ოკუპანტი არის ფეხბურთზე მიდის ხალხი და ყვირის პუტინ ლო შედალოცვიო თამაშს უყურე და საქართველოს უგულშემატკივრე კაცო რატო გინა ვინც კი დღეს რუსეთს აგინებს ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტერი იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობის და დიალოგის გარეშე რო არ გადაწყდება ეს საკითხი და შენ რო რუსეთს აგინებ რუსეთი გადაგიწყვიტავს მე შენ კარგად ამ საქმეს მაინტერესებს თუ შენ მე წაგართვი რაღაცა და მაგინებ მე მოვა და დაგიბრუნებ შენ მე რამეს მაინტერესებს დაგიბრუნებ აი ამ ბოზების შემხედვარე რატო უნდა ვიყოთ რა ეხლა ვიღაცა ლაპარაკობს რომ აი პოლიტიკურ თემას შეიძლება გასცდი რა გავცდი ხალხო ეს ბოზები არის რომ ქვეყანას მართავენ ესენი არიან ეს ბოზები რომლებიც ლაპარაკობენ რამდენჯერ იწონენ ვინმესთან და ეს გამოდის აქციაზე და დავამხოთ ხელისუფლება გამოვა ეს ნანუკა ჟორჟოლიანი ჩამოვაგდოთ ნანუკა დარჩი საფრანგეთში იგულავე რაც კიდე ჭამე რაც კიდე სვი რაც კიდე გააკეთე და ქვეყანას თავი დაანებეთ უბრალოდ რა ეს ნაკაკალატოზიშვილი გაუშვათ კუბაში და იყადოსოს ის მარიხუანა კიდე რა რაც მიეცით ერთი 10 კილოგრამი ჰეროინი კუბაში და იყოს იქა ვინ არის ეს ბოზები ნარკომანები და ჩათალახება არ უნდა დაღუპონეს თაობა ერთ-ერთი ტელესექსდივა იმ გამოვიდა იმ დღეს იმაში გადაცემაში და კაცო ერთხელ რო დაენგრევაო ხალხო ოჯახიო მეორეჯერ სულელი ხარო უნდა რატო უნდა გათხოვდეო ისიც ბოზი სააკაშვილის ბოზი ესე იგი რას ეუნება აი მას ახალგაზრდა გოგოებს რომ თუ ადამიანს შეხვდა ვიღაცა უარგისი კაცი მეორეჯერ არ უნდა გათხოვდე აი რატო მიყვარს მე ლუკაშენკო და რატო მიყვარს ბელორუსია ლუკაშენკო გამოვიდა და თქვა პირველი და მეორე შვილი თქვენი არისო და მესამე მეოთხე და დანარჩენი შვილები ჩემი არისო ჩემი და მე უპატრონებ ამათო აი ეს არის ერის მამა ერის სინდისი ერის ნამუსი და ესე იგი როგორ ეხმარება ოჯახებს იპოთეკური დაბალ პროცენტში სესხები 1000 აი ესე იგი იმ უფასო კვება სკოლებში მრავალშვილიან ოჯახებს და თუ კრედიტს გამოიტანს ადამიანი მაგალითად ბინის შესაძენად ხო მეოთხე შვილს რო გააჩეს სახელმწიფო ავტომატურად უფარავს მეოთხე შვილის იმას მეოთხე შვილის შემდგომ უფარავს იმ კრედიტს და აღარაფერი გადასახდელი არ აქვს და მეოთხე შვილი კი არა აგერ 4ჯერ და 8ჯერ თხოვდება ხალხი და არ გათხოვდეთო რაღაცა სოციალურ ქსელში TikTok-ში არის ესეთი კამპანია არ გავთხოვდები არ გათხოვდები და იყავით ბოზები ქართველმა ქალმა როგორ შეიძლება ესე წახდეს რომ უნდა იმას ქნას რა ქვია ჩაწეროს კლიპები არ გავთხოვდები და ნუ გავთხოვდები და რაღაცა აი ესე დასცა დასავლეთმა საქართველოში ქალით და კაცით აგერ ბუღაძე გამოდის ლაპარაკობს არ ვიცი ვინ რაღაცა გამიკეთაო სადღაცო აგერ გამოდის ესე იგი ვიღაცეს ქალბატონი ნაცების და ლაპარაკობენ ამდენჯერ ვიწექი და ბეჭდების ბძანებლები კი არა ხარ ბოზები ხართ თქვენ